ოცნების პროპაგანდისტმა ცოლ-ქმარმა ხატია სიჭინავამ და რამაზ ნოზაძემ ბოლო 10 წელში უძრავ ქონებაში 1.600.000 ლარი დახარჯეს. აი ფაქტის გამოძიებით სიჭინავას აქვს ორსართულიანი აგარაკი კიკეთში და ორსართულიანი სახლი სოფელ დიღომში. მისმა ქმარმა კი წელს კიდევ უფრო მდიდრული სახლი იყიდა ასევე სოფელ დიღომში, ისანში კი ის სავარაუდოდ სასტუმროს აშენებასაც აპირებს. ამავე ცნობებით ცოლ-ქმარს წილები აქვს სხვადასხვა კომპანიებში. ამერიკული დაზვერვის ანგარიშებით პუტინი აპირებს მთელი უკრაინის დაპყრობას და სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის ნატოს წევრებიც. ინფორმაციას როიტერსი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ დაზვერვის ანგარიშებში სრულიად განსხვავებული სურათია იმისგან, რაზეც ტრამპი ხმამაღლა საუბრობს, რომ თითქოს პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომზე 2 რუსული Su-27 გაანადგურა. თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულება 70 მილიონი დოლარია. დაზიანდა მართვის კოშკურაც, რაც აეროდრომის მუშაობას გაართულებს. ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დაფინანსებას ორბანი ომის სესხს უწოდებს. უნგრეთის პრემიერის მტკიცებით ომის გაგრძელება ახლა ფინანსურ ინტერესებთანაა დაკავშირებული და დამფინანსებლებს აიძულებს დაინტერესებული იყვნენ კონფლიქტის გაგრძელებით.